მოგესალმებით, თქვენი მყოფებით არსე კოდების სამყარო. მე ვარ გიორგი. ამ ვიდეოში მოდი ნახოთ, თქვათ, როგორ შეგვიძლია გამოვიყენოთ ხელოვნური ინტელექტი, თქვათ, ასეთი მარტივი გვერდის გასაკეთებლად. ანუ უბრალოდ გავტესტავ, ჯერ თვითონ როგორ გააკეთებს ამ ყველაფერს, როგორ გადმოიტანს. ნუ სურათებს ვერ გადმოიტანს. დიდი ალბათობით, მაგრამ დანარჩენად ვიზუალზე რას გააკეთებს, აი ეგ ვნახოთ. ამისთვის პირდაპირ Visual Studio Code-ში გამოვიყენებ ესე იგი asset extensions copilots რომელიც ალბათ იცით რომ ხელოვნური ინტელექტთან სამუშაოდ გამოიყენება. ნუ აქ სხვადასხვა ხელოვნური ინტელექტია ჩაშენებული. ნუ შემიძლია აქედან გავხსნა. აქვს ჩათის სახე და აი აქედან არის არჩევანი, აქვს როგორც შეკითხვები თქვათ, ასევე edit-ი, ანუ ფაილების თვითონ გაკეთება. ამ შემთხვევაში ChatGPT-ს გამოვიყენებ სხვადასხვა ხელოვნური ინტელექტიდან 4 და 1-ს. ნუ რაღაც ლიმიტი აქვს, რაც შეგვიძლია უფასოდ გამოვიყენოთ. თუ არა და თუ ხშირად ვიყენებთ, შეგვიძლია ვიყიდოთ. კარგი. აქ როგორც ხედავთ, არაფერი არ მაქვს შექმნილი ფაილი და მოდით ნუ ეს სურათის სახით არა მაქვს, ამიტომ დავსკრინავ და ვეტყვი რომ ასეთი გააკეთოს. და ვნახოთ როგორ გამოვა. აი ასე. დავაკოპიროთ. აქ ჩავაგდებ. ამ სურათს make same page. ნუ უბრალოდ ვუთხრათ ახლა ინგლისური. მე ძალიან კარგად არ ვიცი, მაგრამ მიხვდება. ნუ ქართულადაც შეგვიძლია მივწეროთ. მაგრამ მაინც. კარგით, რაღაც კოდი დაწერა. HTML-ი, ახლა CSS-იც უნდა დაწეროს. და ნუ keeps დავაჭიროთ, ანუ მივიღოთ რა კოდი დაწერა, ჯერ ახლა. ეს კოდი მე არ ვიცი რა წერია, მაგრამ პირველ რიგში visuals ვნახავ. მოდით ამ visuals აქვე გავხსნი. ეს არის visual-ი. ასეთ ფერებზე დასვა და ასეთ visual-ზე. აბა ვნახოთ. ხო, ეს ნაწილი რაც ჩავუგდე, ალბათ დიდად არ განსხვავდება visual-ი. რაც შეეხება სურათებს, შემიძლია ლინკებით გადმოვიტანოს სურათები, ანუ აქ ექნება div-ები, ქარდებად, ქარდი, ბადი და სურათები სად აქვს ვნახოთ. კარგი, აი ერთი სურათი ვიპოვე. ნუ აი აქედან იწყება, ხო? ნუ შემეძლო სურათები გადმომეწერა და ისინი მითითებია, მაგრამ სატესტოდ პირდაპირ ლინკებს მიუთითებ. კარგი, ეს ერთი სურათი. წესით იმუშავებს. ეს მეორე, ანუ copy image link, ანუ დალინკვა ამ სურათის და ეს მესამე. კარგი. ახლა ვნახოთ რა გამოვიდა. სურათები გაიხსნა. როგორც ხედავთ, ახლა ვიზუალურად ზუსტად ისეთი არ არის, როგორც უნდა იყოს, მაგრამ საკმაოდ გავს. აი, მაგალითად, ეს ნაწილი თლიანად წითელი რატომ არ არის? აბა ვნახოთ. div card header-ი. background-ი აქვს, მაგრამ მეგონი width-ი აკლია 100%. კი, width-ი აკლია 100%, ანუ ნუ უბრალოდ ამას დავაკოპირებ. ასეთი სტილი წერია CSS-ის ფაილში. სადაც width-ი აკლია 100%. ანუ აქ ახლა რასაც ხედავ, გაუგებარი კოდი არ წერია დიდად. და ნუ შეიძლება ამ კოდის
გააგება მით უმეტეს ინსპექტით, ქარდები, თქვათ, აქ კლასებიც ისე ქვია, რომ გასაგები იყოს, ანუ ქარდის ჰედერი, ქარდის ბადი, ანუ ჩვეულებრივ პროგრამირების პრაქტიკას იყენებს. რაც შეეხება აქ რატომ არ არის ბოლომდე იგივე ფერი? ხო, ეს ვერ გათვალა, როგორც ჩანს. ნუ პრინციპში აქაც ასეა ამ საიტზე, მაგრამ ნუ ჩვენ თუ გვინდა რომ ბოლომდე იგივე ფერი იყოს, ამასაც შევხედოთ რისი ბრალია. ანუ აქ არის ბადი და ბადის სიმაღლე, ანუ კონტენტი არ არის ძალიან ბევრი. აქ როგორ არის ერთი წამით? ეს თუ გათიშულია, მაშინ ქვემოთ არ ვიცი ეს ფერი რატო დაჯდა, მაგრამ ნუ მოგვარება, ნუ შეიძლება ეს უშლის ხელს და ცუდად აჩვენებს. ყოველ შემთხვევაში მოგვარება ამის შეიძლება, ბადიზე სიმაღლე შეიძლება გავზარდოთ რა. ანუ მინიმალური სიმაღლე ბადის შეგვიძლია min height 100 VH. margin პადეკი 0 უწერია. და ნუ ახლა box sizing border box-ით შეიძლება ჩვენ თუ სადმე ჭირდება. აქ თუ წერია box sizing-ი. არა, ამას არსად არ უწერია. ნუ სადმე დაგვჭირდება ასეთი რამეც შეგვიძლია. რასაც ვიყენებ ხოლმე, მაგრამ ნუ ამ შემთხვევაში box sizing border box არ შევეხები. თქვათ, ანუ ზომები რასაც მიეთითება, რაც მიეთითება ზუსტად ის რო აჩვენოს. იმიტომ რომ ეს გავაკეთებიე ინტელექტს და როგორც დასვა, მოდი ასეთი იყოს. კიდევ რავი, ვიზუალურად რაც არ მომწონს. აი ეს ნახეთ, ამისწორად არის კიდე. და აქ კიდევ შემოწეული არის. ეს ასე იმიტომ არის ალბათ რომ ცალ-ცალკეა ან ერთი წამით ან აქ აქვს დაშორება ისეთი რომ ასე ჯდება. ერთი წამით, აქ ესე იგი ფლექსი. ხო, justivity content აკეთებს ამას. მაგრამ აქ სხვა რამეების შეცვლაც მოგვიწევს. პირველ რიგში მოდი ვნახავ, responsive არის, ცალკე მინდოდა მიწერა რომ responsive გააკეთეთქო, მაგრამ responsive გააკეთა. ხო, ერთადერთი ეს არ არის შემოწეული. და ეს ვუთხრათ თუ ჩვენით გავაკეთოთ. ამაზე ვფიქრობ. ერთი წამით. ნუ ამის გაკეთება რა თქმა უნდა შეიძლება, მაგრამ დაჭირდება ალბათ დრო. ნუ მოდი ვუთხრათ. ესე იგი ეს ნაწილი რაც ზემოთ არის გავხსნათ. აქ შეიძლება პირდაპირ აი ამის თქმა. this content ნუ თქვათ I want ანუ source this content in centerში is cards. წერტილი ქართ, ანუ კლასები რომ მიხვდეს. Add context-ს დავამატებ თუ რამე, ანუ აქ CSS-ის ფაილს, რომ CSS-ის გადახედოს, ანუ ამ ფაილში და თუ რამე აქ ჩაწეროს. ნუ არ ვიცი ახლა ამ დავალებას რამდენად შეასრულებს. კარგათაც ვერ ავუხსენი, მე მგონი.
რამდენიმე ცვლილება გააკეთა აქ და ეს ჩვენი ცვლილებები, ნუ ხო, ასეც შეიძლება, რაც უთხარი ასე გაიგო, მაგრამ ნუ ეს ნაწილი თუ გვინდა, ხო, ამ შემთხვევაში ცოტა ახსნა გამიჭირდება და თუ რამე ნუ ჩემით უნდა გამეკეთებია. ხო, მოკლედ ასე იდეალურად ან მცირე ვიდეოში ყველაფერს ვერ ჩავატებ. ნუ უბრალოდ მინდოდა მეჩვენებია, რომ სურათის, თქვათ, სკრინის მიხედვით როგორ შეუძლია ვიზუალის გაკეთება. ახლა მეორე მხარია ეს რამდენად მოსაწონია და რამდენად კარგია და ანუ არა პროგრამისტებსაც რომ შეუძლიათ თქვათ საიტების აწყობა ეს პროგრამისტებისთვის რამდენად კარგის მომტანია, ამაზე ვერ ვისაუბრებ, მაგრამ ყოველ შემთხვევაში რაღაც მხრივ ანუ ჩვენ შეგვიძლია გამოყენება რა ამ ხელოვნური ინტელექტის. კარგით, რავი, ამ ვიდეოსთვის სულ ეს იყო. უფრო ჩავშლი რას დაგაინტერესებთ. ანუ როგორც ნახეთ, რავი, მე მაგალითად ჯერჯერობით მთლიან საიტს მაგალითად ვერ ვაწყობინებ რა, ანუ ყველა სიზუსტეს და ყველაფერს ისე თქვათ ვერ თვლის, როგორც შეიძლება ჩვენ გვინდოდეს. აი ამ შემთხვევაში ნახეთ, თქვათ, აი ეს კონტენტიც აქ რაც წერია, არ არის ისე ზუსტად სენსში შემოწეული, როგორც შეიძლებოდა ჩვენ გაგვეკეთებია, ანუ დიზაინის მიხედვით. ახლა ჩვენ ამის გაკეთება რა თქმა უნდა შეგვიძლია, მაგრამ ხელოვნურ ინტელექტს ანუ ახსნა უნდა ამისთვის, შეიძლება ახსნაც გაგვიჭირდეს და პირდაპირ გაგებული არ იყო ყოველ შემთხვევაში ამ ფოტოს მიხედვით. მაგრამ ალბათ ამეთანხმებით, რომ მაინც საკმაოდ კარგი შედეგი მიიღო, ნუ ასე მარტივად და თუ ჩვენ მისი დაწერილი კოდი მოგწონს, შემდეგ უკვე შეგვიძლია, როგორც გითხარით, ჩავასწოროთ რაღაცები, ერთ მაგალითი მაგისიც გაჩვენეთ და საბოლოოდ მივიღოთ სასურველი შედეგი რა. კარგით. მოკლედ ახლა ნამდვილად აგემშვიდობებით, თუ რამე გითხავთ, აუცილებლად მომწერეთ ან დააკომენტარეთ. მადლობა ყურადღებისთვის, ნახვამდის.